ეხლა მოყურე. აქ რა გვაქვს ჩვენა? ტრაქტორის რამდენით მოძრაობსო ტრაქტორიო? 50 კილომეტრი. ჩვენ ვიცით რომ ტრაქტორის სიჩქარე არის 40 კილომეტრი. ხო ეგრეა? ანუ თავიდანვე კითხვაში ტრაქტორი რომ მოძრაობს 50 კილომეტრი, ჩემო კარგო, ეგ არის უკვე გაარღვევა. ეგ ერთი. რას გვეკითხება? ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას. ხო, სატვირთო ავტომობილს რა აქვს იქ? მობმული აქვს რაღაცა გაჭირებული მანქანა, ხო? კი. ყავს. რანაირად შეიძლება პირველი ტრაქტორი მოძრაობდეს 50 კილომეტრით, ხო? უკვე გამოვიჭირეთ ტყუილში. მეორე, თუ ეს აბუქცირებს ბუქცირებულმა მანქანამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაუსწროს სხვას. ანუ პასუხი იქნება სწორი როგორი? როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი. აბა, ეგ არის, კაი გოგო ხარ.